გამარჯობათ ხალხო. მოვედი მე ჩემი საზაფხულო სამშვიდობის თუ შუა დღეებში მშვიდობის რა ვიცი რომელია საათი მიდი აბა ხო რა მინდოდა დღეს ჩაწერა ხო ის გითხრათ ქათამირით დაამარინადეო ხალხო წინა ვიდეოში თქვი იმ ვიდეოში რო ვაკეთებდი თქვი და მაინც ახლაც გეტყვით და კარგად მომისმინეთ იცოდეთ მე ქათამი დავამარინადე პაპრიკით ხორცის სუნელით ხორცის საკმაზის სუნელით მარილი ესა და ზეთი მეტი არაფერი ავური ერთმანეთში მერე დატოვე ცოტა ხანი და იმას აკენი რა ქვია გაუჭდა გემოები და მერე შევწვით და გავაკეთეთ ჩაურვა ეგრე გავაკეთე სალათისთვისაც თუ გინდათ მარილის ნაცვლად ის მოასხეთ რა ქვია მარილის ხო მარილის მაგირად სოიო соуსი ზეთისაც მაგირათაც ზეთის მაგირად რადო არა ის ზეთი ხო არა მეა ზეთი უნდა მაინც პირველი კითხვა YouTube-ის გარდა სად მუშაობ და რა პროფესიით ჩემი პროფესიით არ მუშაობ მე და დედა ჩემი მუშაობთ ერთად გათმებში ნათქვამი აქვს ადრეც მაგარად ცხელა ხალხო ადრეც ნათქვამი აქვს ეს ყველაფერი ჩემი პროფესიით არ მუშაობ კიდე უი წამოვიდა თელი ტვინი გოიგარეთ 2 გრამ ტვინი ხო ვაიმე თავბრდა მეს ხარ ამ წარეთ ეს ამტკივდა მეორე კითხვა შეყვარებული ან საცოლი არ ყავს არა არც ერთი ყავდა მაგრამ დაშორდა მესამე კითხვა ვარჯიშს არა არც მაგას არ ვაპირებ ვარჯიში კი კარგია მაგრამ ის არის რა ქვია ბევრი ფულები უნდა იმას რო გითხრა ვარჯიშს როგორ იმას აშვები რა ქვია გულისხმობ დარბაზში თუ იმაში რა ქვია სირბილი რო იციან სირბილი რო დარბიან ხოლმე ეგ არა ვარჯიში ვარჯიში ის არის დარბაზში რო დაიხარ ბევრი ფული სჭირდება ბევრი 4 მე კითხვა მე-4 5 კითხვა გვაქვს მარტო უცხოეთში წასვლას ხომ არ განიხილავ საცხოვრებლად და სამუშაოდ კი რატომაც არა საცხოვრებლად რო წავიდე თავისთავად სამუშაოდ იქნება კი სამსახურიც იქნება რა თქმა უნდა თუ ოდესმე წავალ უცხოეთში ის არის რა ქვია საცხოვრებლად წავალ ხო და მაგას დრო მოიტანს იმას რო გითხრათ დრო გვიჩვენებს იდეა მეხუთე კითხვა ერთი გადაჭა შენი სამი ყველაზე მეტად საყვარელი ქართული კერძი ზოგადად არა ქართულ კერძებზე ის არის რა ქვია კერძები არ მაქვს საყვარელი იმიტომ რომ ბევრჯერ მაქვს ნაჭამი და ამიტომ ვერ გეტყვი ქართული კერძებიდან არ მაქვს საყვარელი კერძი ნამდვილად იმიტომ რომ ქართული კერძებით ძირითადად ხორცით გამოირჩევა და ხორცი კიდე მე არ მიყვარს სინკარხო უშეჭამდი ხო რა ვიდოდა თქმა დიდად არა უღონდ ზოგი რო გიждდება და ყოველ დღე უნდა ჭამოს ეგრე არა ჰადა გიждდები
ქართული კერძები ის არის, რა ქვია, რამდენიმე კი მაქვს, ისა რა ქვია, ჩემი საყვარელი, მაგრამ როგორც რომ გიждები, ეგრე არა. და კიდე ერთი კითხვა მქონდა, ისავ რა ქვია, რომელი ჟაურმას რო ვაკეთებდი, ისვით ვეღარ ვიპოვე ისა კომენტარი. ვეღარ ვიპოვე, ალბათ გაქრა სადღაც, რა ვიცი. დამესკრინა მაინც რო ნახე. ხო, რომელი ქვეყნის სამზარეულოს გამოარჩევდიო და ვერც ერთ მე მაგალითად. როგორ რომელი ქვეყნის კერძს გამოარჩევდიო? კერძებს გამოარჩევდიო სამზარეულოსო და. რა ვიცი. არ გიყვარს. არა, გამოარჩევდიო ქართულისგან. ყველა ქვეყანას განსხვავებული ისა აქვს, რა ქვია, სამზარეულო. ზოგადად ჩვენი კერძები არ არის ჯანსაღი, იმას რო გითხრათ, ხალხო. ცომი ძალიან გვიყვარს, ცომეულით გამოირჩევა. ხაჭაპური. ხო და ცომით და ცხიმით გამოირჩევა. და სხვადასხვა ინდური და ქართული თითქოს გავს. იქაც ბევრი სუნელები ჩვენთანაც ვიცით. ხო. კი. ოღონდ იცი რა არის ხალხო, ინდურ კერძებს აქვს ცოტა ისა რა ქვია, პიკანტური გემო აქვს. ემას ერთ კერძსაც რო გასინჯავ, ის გემო არასოდეს დაგავიწყდება. ისეთი გემო აქვს რაღაცნაირი. არა, ქართული კერძებიც კარგია, განაცუდია. ის არ არის კარგი, რა ქვია. აჩმა თქვა. რა ქვია? აჩმა როდის იყო რა ქართული იყო? აჩმა კი არა, რა ქვია? ნავით როა რა. აჭარული ხაჭაპური, ეგ ხო, მარა. აჩმა არ მიყვარს ხალხო. ხალხო მას კაკლიანი საჭუელები არ უყვარს. არა. არ წადი უყვარს. ხორციანი კერძებიც არ მიყვარს. რო თქვა რომ. ხო. უსტრს რო გააკეთებენ ზოგი და ისო ჩაკაპული, მაკაპული რაღაცებიო. არ ჭამ. მაგებს არ ჭამ. აი მაგები ხორცი გამოირჩევა საერთოდ ქართული სამზარეულო. ხორცით და ცომეულით. ისე პრინციპში თევს მე არა ჭამ და პრინციპში ვერ გავუგებ რას ჭამს. ვერ გავიგებ. ეგეთი ისა ვარ, რა ქვია. ძალიან ცუდი შესანახი ვარ ხალხო. ვაიმე, ოღონდაც გაეთრიე ქათამო თუ რომ გაგბუტე, ახლა თუ გამოვედი. ოღონდაც კი არა. თვითონაც არ იცის რა უყვარს. ბადრიჯანი მე არ მიყვარს, აჯაბ სანდალი, ის არის რა ქვია. ლობიოზეც არ გიждები რომ ზოგი რო გიждდება. სპორტილობიო? არა, ჩაულებრივიც. აი, ჭამს, მაგრამ რო თქვა რომ რაღაცაზე გიждდება, არა გიждდება. ეს გაუგებ რა. აჯაბ სანდალს საერთოდ არ ჭამ ხალხო. ხოწებდადები აი ნუ ის არის გამჭება მან წვადის სუნი როა ის არის რა ქვია, ეზოშიც რო წვადის სუნი მოვიდეს, საიდანმე ხო? გარეთ არ გამოდივარ. წვადს ვერ ვიტან, ყველაზე ვიტან. სულ გაიარა, გიორგი გაიხედე. სულ გაიარა. ჩვენი გაიხედება. არ გაიარა, გაწო. აქ. არა, მათი არა. ეს გაიარა. სახლისკენ. პრინციპში ვერც გავიგე, მე თვითონაც არ ვიცი რა მიყვარს ხალხო. გაიარა წევანა.
და პრინციპში არის ის გიორგიმ რა უყურს. ხო ვერ გაუგია რა უნდა. რა სჭამს. რა უნდა ამ წუთში სხვა უნდა, იმ წუთში სხვა უნდა, სხვათა შორის. დიაჩემს გავს ეს ჭამით. ახლა მე ახლა ამ წუთში წაღან დილას რა შეჭამი, ქაში ხო შეჭამი, ბრინჯს. ქაში შეჭამე ხო? შაქრიანი. ხო. ახლა მე ხვალ დილაზე შევჭამ მაგას, დილით უზმოს. მაშინ 12-ზე ახლა მორჩა შეჭამ. აი მე გამეწიწკნათმები რა. ქენი. აუ! მოვალე ხრავი. აუ გახედე. ხო ბაჩო. ხო. აი წარიელო. გადაღვარი მან წყალი არ არის. რომელი აბა შუშის. ის რა პლასმასის ურამიცი. მადენა რა და მოეცი. ზეთის არა ზეთის არა ბაჩო. ой და ის რა უბრალოდ სახია. ზეთი უნდა ჩასმა. ულებრივი მიეცი აბა. ბოთლი ლიტრიანი ისა ნაბეღლავი. ულებრივი არა ის ზეთის არა ბაჩო. ზოგადად რა სჭამს რას აკეთებს თვითონაც ой მე წამოვიღე ფარდა აქეთ თვითონაც არის ის გიორგი რა სჭამს და რას არა ზოგადად თვითონაც არის ის რას კერძი უყვარს რანაირი უყვარს შეიძლება იმ წუთში მოეწონოს მეორე დღეს აღარ უნდოდეს ესეთი სხვათა შორის დედაჩემს გავს კიდე მაგაში ახალი გემოები უნდათ ამათ და ხა ყოველ დღე ახალი გემოს გასინჯო მაგრამ ზღვის პროდუქტები ნამდვილად ვიცი რომ არ ჭამს არა და თევსაც ჭამდი ხალხო ბავშვობაში თევზი რაღაცა აღარ მიყვარს მე გავიგე აი ხალხო როგორ ვარ ახლა რაც მიყვარდა ის აღარ მიყვარს გადამიყვარდა აღარ მიყვარს აღარ ამჭამ და რაც არ მიყვარდა ის შემიყვარდა შაურმას საერთოდ არ ვჭამდი არც სახში გაკეთებულს წადი ხო არ გიყვარს წადი რატო არ გიყვარს წადს ვჭამდი ხო ვჭამდი ერთი პერიოდი ჭამდი და მე პატარა რო იყავი იმას ხენ შეისისღედა ჭამდი ხო რა ვიცი ეგეთი ჯო აქვს აი მე ის საზამთრო იმაშვება რა ქვია გამბერავს ხოლმე რაღაცნაირად ბოდიში ამ სიტყვეს უცუდად წყალია საზამთრო გაბერავს ცარიელა წყალი საზამთრო არ მიყვარს დიდად მე რაც ხება ნესვი მიჩემია ხო შეჭამი ნესვი ხო საზამთრო არ მიჭამი საერთოდ გუშინ ჭამი მარტო გუშინ არ ჭამს საზამთრო გუშინ ჭამი როგორ არის ჭამი კი ნესვი ჭამი გუშინ ჭამი ცოტა და всё დამთავრდა რა ვიცი რა ყველა სხვადასხვანაირი ისაა აქ რა ქვია
აზრი და სხვათა შორის დედაჩემი გავს დედაჩემია ზუსტად ეგეთი მომჭველი როგორც გიორგია მათხოვე ბალიში რა ხანებული ვარ ნელის ხორცი უყვარს უყვარს ხორცად მაგრამ ჭამს აი ცი როგორი ისაა აქ ბებია შენს ერთი დღე რო აი ერთი შეჭმა ხო შეჭამს მეორედ არაფერთ აღარ შეჭამს იმას აი ესეთი ჩვევა აქ და ეგეთია გიორგიც ერთს რო შეჭამს მეორედ აღარ უნდა თისა და მე ვარ ისა რა ქვია დავადგები და მე მივჭამ იმას ამათ წვნიანებიც არ მიყვარს დიდად ო არა ბუხარშული კარტოფილი გიყვარს კარტოფილი ყველანაირად შემწვარი ის შემწვარი იმდენად აღარ გიყვარს შემწვარს აღარ აჭამს ტაფაში შემწვარს ო აღარ გიყვარს რაღაც შენ იმაში დუხონკაში შემწვარი გიყვარს შენ ხო ო ლობიოც ახლა დიდად ლობიოზე დიდად არც ადრე გიждდებოდი ო არც დიდად იმდენად არა ისა ო დღეს სხვადასხვა უნდა აკეთო და კიდე მკითხეს რესტორანში თუ დადიხარო დავდივარ კი ხანდახან უღოთ მოდ ქართულ რესტორანებში არა დიდად არა ქართულ რესტორანში არა აუ სადაც უცხოურ რესტორანებში აზიური ხალხო აზიურ რესტორანში ერთხელ გავსინჯე ბაყაყი ხალხო იცი რის გემო აქ იმ სრულ იმას აქნა რა ქვია უმთლიანი კი არა ფეხებია ბაყაყის წვნიანში ეს თითქოს ქათმის გემო დაკრავს ლიმონს რომ მოასავსებოდა თითქოს მე გაკეთებ რა იმას ქათამს არაჭა ხალხო ბაყაყის ჭა ბაყაყის ხორცი გავსინჯე არა ის იყო გველიც იყო მაგრამ ეგ ვერ ქვენი მაგას ვერ ვისაო ბაყაყი ნამდვილად არ უნდა ჭამოს კაცო რა უნდა ჭამოს განთქმული კერძია რა უნდა არა ხალო მე განთქმული კერძია პირდაპირ გაგიკეთებ გიორგი მასწავლე ვერ გააკეთებ ისე მეც არ ვიცი როგორ გააკეთეს ისა და ვიღაცა ის იყო რა ქვია იაპონელი არა გავაკეთებ რა თევზი ფუგუ გქონდა ჩარჩიფიც ჩა იმას ხენი რა ქვია იმას ხენი და გეტყვის როგორ უნდა გავაკეთოთ მე ეს ჩვენი ბაყაყი კი არა ჩვენთან რომ ბაყაყები დარბიან ეგ კი მაგას კი არა სპეციალური სახეობა ყოფილა დიდი გომბეშო დიდი ბაყაყი და იმებს აკეთები რა ჭეში ქვეყანა გომბეშოები გემრიელი რა ვიცი გემრიელი იყო მე გემრიელა მშიოდა თუ რა იყო რა ვიცი მე ეგ ჩემი ბრალი არ იყო და არ მინდოდა გასინჯვა ჩემი ბრალი არ იყო მიხვდება ვისი ბრალიც იყო ესეც ვამბობ ჩემი ბრალი არ იყო უგას ახლა სუში გიყო ფუ თევზი რო არ აქონდეს კიდე შეიძლება მარტო ბრინჯითაც შეიძლება არა ეგ სუში აღარ არის უკვე ბრინჯი ჯერ ეგ სუში არ არის როლებია სუშის უმი თევზი რა ჩადევიმაში უმი არ არის მაგრამ უმი კი არის შებოლილი თევზი ის თევზი რა ქვია იმ დღეს რო წითელი თევზი რო ზერო ყველაზე ძვირი თევზია ეგ გემრიელი იქნება სალმონი როგორ ახარ სალმონს რა ქვია ქართულად აიმე ჯანსაღია გიორგი ჯანდაბა რა ქვია ორაგული შებოლილი ორაგული ჯანსაღია იგისა რა ორაგული სუშიო თუ რა ჯანსაღი სუშია შიც კიდე მაგრამ სუში რანაირად არის ჯანსაღი იმითი ჭამ რა ქვია სოიო სოუსი და სოიო სოუსი ჯანსაღი კი არ ვარგა სოიო სოუსის გემო არ მომწონს მე
ესე ბევრს არ უყვარს ისა რა ქვია გემოები. ხა ყველა სხვადასხვანაირი ისაა ყვება. ზოგს ის უყვარს, ზოგს ეს უყვარს. და რაც შეეხება კერძები, მე მიყვარს სხვადასხვა კერძების დაგემოვნება. ჩუმად რო შეგაჭამ, როგორ ჩუმად? აი გველით რომ მოგიდან უნდა გითხრას არ არისო. მე მას მივხვდები რომ გველია. მაინც ვერ მომატყუები. რანაირად მენიუში ხო წერია რა არის? შეც რომ მიჩატრე. ვერ ისავენ. ვერავინ ვერ მომატყუებს. ჯერ გეთი რომ უნდა დაიჭირო გველი და ისიც გააწყო, ვოიმე მზარავს. უშორდნენ რა. კობრა ჩაშუშული. ჩაშუშული. კობრა მაიონეზით. კობრა კაკლით. კობრა იმითი გაიმაში აგვე ბაჟეში. კობრა ოსტრით. კობრას ოსტრი, კობრას ის არა ქვია კიდე ჩაკაფული. ცხოველსანო იმაში ვკრავ. ბჟიტი ტყემალში ხო არის? კობრა ტყემალში. უნდა შეცვალო. ჯერგეთი ეგენ ჩვენთან არ არიან კობრები, არ არიან, მაგრამ მაინც მაგრამ ჩვენთან სამაგიეროდ გიურზაა და მოდი შევცვალოთ გიურზათი. გიურზა ტყემალში. ხო, ან ის არა ქვია. ძლოკს რო ეძახიან. ანკარა. იმაში რა ქვია, ჩაშუშული. ჩაშუშული. ჩაშუშული ანკარა, ისა რა ქვია. ოღონდ რომელი ანკარა იქნა? მაგას გააჩნია. რომელი მე რა ვიცი, ის ჩოულებრივ წავა. დავა პირველზე. ოჯახური, მაგალითად, კარტოფილში რო წავენ ხოლმე ქათანს. ოჯახური, ემითი. ხვლიკით. ოჯახური ხვლიკით. ბაყაყით კიდე. ოღონდ მე რო შევჭამე, მე მითხრეს რისი ხორციც იყო. ბაყაყის ხორცი ყოფილა თურმე. მერე რა ვიცი, მოვაწურე ის რა ქვია, ზემოდან. მე რაღაც სხვა რაღაცა მეგონა, რა ვიცი მე. მერე რო შეჭამე რა ქენი. რომ მოვაწურე ის ლიმონი, მოვაწურე, მივირთვი. დავამთავრე კერძის ჭამა და ბაყაყის ხორცი იყო. მერე რა ქენი. აი მე. რაღაც ვიზავდი შეჭამული მქონდა უკვე და რაღაც აზრი მქონდა. არა ჩხუბე. ვეჭხუბე, მაგრამ რაღაც აზრი მქონდა ჩხუბს. ოღონდ ის ჭამე რა ქვია. მომეწონა ხო? ნუდლსები ბაყაყით. ბაყაყის ხორცით. მომეწონა სხვათა შორის. არ იყო ცუდი. ზღვის პროდუქტებს ვერ ვიტან. თევზ სახში რო წონთ გარბის. არ მიყვარს. თევზი. მაგალითად 8 ფეხა ძვირია სხვათა შორის. სხვათა შორის ხო ძვირია, მაგრამ მე ყურები მიშხივე, რატომ მიშხივე ყურები ვერ გავიგენა? ოღონდ რატო შუა ვერ გავიგენა? სისხლი მიეწოდება. ჩემ გალავს.
1000-ნაირი კერძები ახლა ხო 1000-ნაირი რაღაცა არის აი როგორ რა გემო უნდა გაუსინჯო როგორ უნდა გასინჯო შაურმა გიყოს ხოდე პირველი რიგია თუ არა ისე რა პირველი არა ბურგერი ტოპ 10 კერძებში შედის ის არა ქვია კერძი არ არის უბრალოდ ეგ ის არ აქვს შაურმა ხო რაც არის ხო ისა იმაში ისა ბურგერი კი ოღონდ ბურგერს გააჩნია ერთხელ ნივრით ჭამე ბურგერი მთელი დღე ვყავდი ნივრიანი ბურგერი იყო რაღაცა პიცა რაღაცა ის იყო რა ქვია ეხლა რაღაცა ჭიანჭველად დაბობხო ჭის რა არის უდანებე იბობხოს მეთქი გიკვენს ჭიანჭველად თუ არა მომელანდა მეთქი რა ეს არის აქვე ერთხელ რაღაცა კერძო საბურგერე იყო იმაში ქალაქში ხო და იქ როგორ შევიდი არ ვიცი როგორ ჭამი საჭმელი ყარდა იქაურობა რაღაც სუნათ აღარც არის მე მგონი ახლა დასაკეტი არ იყო აბა ჯერ მაგიდებზე ჩემხელა მტვერის კამებზე ის არის აქვე ბუზები დაფრინავდნენ წინ და უკან ყარდა იქაურობა იქ როგორ შევიდი და როგორ ჭამე მე არ ვიცი ადამიანი რა სვინ მადონა კოიძე როა ჩვენებს ხომ გული მიყონდება აი მე რამდენი ქართული რესტორანი შევიდა და რანაირი იყო ბუ აი მე იმ რესტორნებში ხო სულ გაასუთაო აღარ შევალ საერთოდ ეგ გადაცემა რესტორნებში შესვლის იმას მიკარგავს სულ ვიცი უნდა ჩანდეს სამზარეულო ბევრში ჩანს მაგრამ აი ზოგს სადა დარბაზი მოწესრიგებული აქვს ვითომ და სამზარეულოში რანაირად აკეთებს ერთხელ მადონა კოიძე შევიდა და ის ლიმონადი ტუალეტში ვეწყო ხო მაგას რომ მოგიტანენ მანე მომოიღონ ტუალეტიდან და მოგვიტანო არ გინდათ ქათამი ბაჟეში მოვიყვან ახლავე და იმას ვიდა რა ქვია გავპუტა და ჩავდები რო გაკანებს ხო ქათამი კვაკ ხო ქათამი ბევრი რაღაცნაირად კეთდება ქათამი მაგალითად კარის უნელში უხდება ქათამი ბჟიტი აურა ბჟიტი ტრემაში აი როგორი სასიამოვნო სათქმელი ბჟიტი ტრემაში იმერულია ეგა იხვიანო კერძები გემრიელი გვაქვს ჩვენ კერძები ვერ იტყვი მაგრამ ყველას ხوار უყარს იმ კერძები შეხანო მთელი საქართველოში იმდენი კერძია სულ ყველა რომ დააგემოვნ და ყველა იმასკნა ქვემოკვდები და შეშებისიც აღარ გიყოს სალათი ქათმის სალათი ის კარგი იყო იმ დროს უგავაკეთეთ მართლა ბუჟიტი ტრემალში ადრე კვერცხიც უყარდა აღარც კვერცხი უყარს ახლა ტკბილეულებიდან რა გიყვარს გიო ძირითადად ტკბილეული არ მიყვარს მჟავეული მარილიანი მჟავე
მაინც რა წარე ჟავები გიყვარს ესე იგი წარი არა ყვარებია წარერა მეგრელი კი არა არც წიწაკა წნილი სხვათა შორის ჩაურმას იმას არ უკეთებს ეს ხალაპენიოს არ უკეთებენ წარი წიწაკას არ უკეთებს არ მიყვარს წარი მას მე მიყვარს წარი აი ბურიტო მაგიტო არ მიყვარს წარი მაგიტო ვერ ჭამ ხო ხალაპენიოს უკეთებენ ბევრს და ვერ ავჭამ მაგრამ იცი რა არის იმართი რომ გითხრათ ინდური კერძები ბევრად სიცხარით გამოირჩევა კი ბევრი ცხარეა კი მაგალითად ისინი რა ქვია ის რო არის რაღაცა ბურთები რო ჭამებული და რაღაცა ჟამოვარები ეგ რა ძალიან წარეა ცხარია ხო ო ძალიან ცხარეა კარტოფილის პიურეს ჩადებენ ხოლმე ბურთებია რაღაცა ხალხი და იმას იზავენ ამოტეხავენ ხოლმე ცოტას ჩადებენ იმაში კარტოფილის პიურეს შეზავებულს და მე წვენს ასხავენ ზემოდან და მიირთმევენ წარი იქნება მუშურდის მოწოდებდა წარი არის მაგრამ იცი რა ისეთი გებრიელია ხალხო რა ვიცი სიამოვნებით გეახლებოდით წარი აბა რომ გიყვარს ზომიერად წარეა ისეთი წარე კი არა მთლად პირი გამოგშანთო რომ წარია გიერთი ზოგადად სიმწარის მოყვარულები მართლა არიან ეგენი კი ძალიან ცხიმიც ბევრი აქვს იმას რო გითხრა აი რაც მართალია ცხიმსაც ბევრს იყენებენ მაგრამ სამაგიეროდ გემრიელია მაგალითად აი ბევრი იმას ჩაასხავენ გარეთ ნახევარი ის არის ოქრო ცხიმი ოღონდ ზეც არ იყენებენ ერბოს ო რა ვიცი ინ ცხიმი რა უბედური მე იმ ერბოს კი არ წავყიდულობენ საკუთარი ხელით დამზადებენ ო ახლა სოფლებში ეგრე არ არის ზოგადად ადრებებია ჩემს მე ვითელა გარაქვია ვედრები ასე მარილოვანი ვედრები უსავს ერბოებით ეგრე არ აკეთებდნენ აბა სოფლებში ხო რა აი მე რა მაგარი სიცხერა გუშობ ბატერ ჩიქენიც კარგია სხვა აი ღრუბლიანია ხალხო აი მზე არ არის ძალიან მაგრამ მაგარი სიცხი არის აი რასაც გვია დახუტული აირი არ მოძრაობს ვერაფერს უთქავს ერთად ხარწყლის მე რა ვიცი გაიძახოდი აღარ მინდა ისინი და შენ ხო იძახოდი რა მარტო იძახოდი მე როდის ვიზახოდი აღარ მინდა ძახოდი რა არ იძახოდი იმ შემაღუნა მწვიმამო ვიდეოში საგახნა თქვა შია მომშივდა ემდენი ვილაპარაკე საჭმელზე რომ მომშივდა ხალხო ერთი მარა უარა მაქრა წუხელი ისე დამცხა ხალხო ის დავასველი რა ქვია პატარა პისახუცი პატარა პისახუცები რო არის და იმითი ვისოვდი სახეზე მოიტეხა წუხით მე ვიდან სიცხეს ბულდაკი მინდა ბულდაკი რა გაჯენდა ეთჯერადი სუპი ის არის აქვე კორეული ოღონდ წყალის კი არ უნდა დაასხა ნამოხარშო მგონი ეგი მაშინ იდება რა ქვია კარფურში არ არის აბა აზიური მარკეტი ხო და კარფურის ხალე ესი არის მანდარი ასიმული
მანდარიო და რა ვიცი მე ესე ვიცი რა ვიცი მე ეგრე ვიცი რომ იმის უკან არისო რა ქვია ტახურში ის თვეითის უკანო და ის პოინტის უკან რო წახვიდე შეიძლება დაიკარგოს აზიური მარკეტინგი არ შეიძლება იმაში წახვიდე როგორ მართლა შანქაიში წახვიდე იდავით ბეხით ახლა იგრე რო იყოს რომ გადააბიჯებდი ფეხს ის ქალაქი იქ იყო გადმოაბიჯებდი ჩვენთან ხო ყველა ქალაქი ეგრე იყო აი კანადა და ამერიკა როგორც არის რა ერთ მხარეს გადახვალ კანადა ის არის რა ქვია იცი რა არის ნიაგარის ჩანჩქერი როა ხო აქეთ ერთ მხარეს არის ამერიკა მეორე მხარეს რო გაიხედავ ის არის რა ქვია კანადა ხო იქიდანაც ხალხი იყურება აქედანაც ხალხი იყურება მერე და ეს ნიაგარის ჩანჩქერი ამ ხელაა და ბოლი რო ასდის ჩქეფები არის ვერ გაიგე ხო მე მაგ ნიაგარის ჩანჩქერზე კიდე იმას ის არის რა ქვია რაღაცა ნავებივით არის და გასეირნებას აწყობენ ხოლმე ხო იქ ესპანელები თუ ისინი კანადელები ლურჯები არიან მე მგონი არა არა წითლები არიან კანადელები და ლურჯები არიან ამერიკელები ხო ეგრე ასე ერთ მხარესაც შეგიძლია გაყვიდე და მეორე მხარესაც კანადაში ჩახვალ კანადის მხარიდან წამოხვალ ამერიკაში ხვალ ამერიკის მხარიდან წამოხვალ კანადაში ხო ეგრე მაინც იყოს ნებისმიერ ქვეყანა ყველა ეგრე იყოს გადააბიჯე თან რო არ გიშილდნენ გავლას ხო პირდაპირ გადააბიჯეთ გადაიხვიდოთ აი მაგალითად ჩინეთი რო იყოს ხო გადავიდოდით გადმოვიტან ვიყიდით რაღაცას ვიშოპინგებდით აზიური მეებს და წამოვიღებდით კორეა მაგალითად სამხრეთ კორეა უგონთ ჩრდილოეთი მან არ მინდა არის მან რა მინდა მანდელან პირიქით უნდა გამოიქცე კი არ უნდა ჩახვიდე ცივილიზაციაში არ არის ხო ისე ძველი ავტობუსები დავდის კომუნისტებს მე მატარებელი მეტროს მატარებელი თავის კი არ უყურება მაგ მეტროს მატარებელი ადრე ძველი მატარებლები რო იყო ხოლმე მეტროში ისიც თავისით უყურებოდ თვითონ ხელით ხურავენ თავისით კი არ უყურება იცი რა იქნებოდა ჩვენ მეტროში კარგი იაპონიაშია თუ რომელიღაცა ქვეყანაშია ის არის მეტროს ანამოვა ესეთი ისინია კარებებია და იხსნება ხოლმე მეტრო რომო ხო ეგ და არ გადავარდები არ გადავარდები ხო აი მდგომარეობა კაია იქ ჩვენთან საქართველოში ასე იყურებიან ხოლმე მატარებელი რომ მოდის ხო თავი გეგონება რა არისო აი ძველი გამოუწერებს ეცოდინება რამე ჩუსტი არ გამაგდებინა ხო ქალმა გამაგდებინა ეგ მაგალითად კარგია მარტო იაპონიაში კი არა ინდოეთის დელის მეტროშიც არის ნიუ-დელის მეტროში ესე იხურება კარები ჩუსტი ახალი ნაყიდი მქონდა ჩუსტები ჩამაცვა იქვე დედაჩემ რას ჩამაცვა მე და კრა ვიღაცა ფეხი და ჩავარდა და კაკრას მატარებელი მოვიდა ამ ბოლოს ვიღაცას ხელი არ აკრეის არ ჩააგდეს და დავჭი ფეხშველა მეორები კი ჩამოცვა ძველები მაგრამ მე კი ისევე მიყიდა ხო მარა ჩემი ბრალი რა იყო ჩემი ბრალი კი ძალით რო ვიღაცა დაგეჯახოს შეიძლება გადაგაგდოს იმაში რელსებში მე არა ხა მე მეტროში ახლოს არასოდეს არ მივდიოდი მეში მეტროში არ მიყვარს ახლოს იმასთან დადგომა რა ქვია მე აი აქეთავ დგავარ აი ნაპირში რა ქვია აი რელსებთან ახლოს არა შეიძლება გადამაგდო შეიძლება უცბად მატარებელი ინერციით ხომ მოდის მატარებელი მოდიოდეს და იმას აქნას რა ქვია გაგიხუროს ხო ხალხო რა მინდოდა მატარებელზე გამოხსენე მეტროს მატარებელზე დელისის მეტროში თურმე ვიდეო შემხვდა ისა მატარებელი ჩოვლეს სიჩქარით ხო მიდის და თურმე კარებები არ დაიხურა და ეგრე წავიდა გააგრძელა სიარული არ დაიხურა და ისავრა ქვია მე ჩამოსვა ხალხი
რომ დეპოში წაიყვანა მატარებელი და გაიგეთებინა. მე და როგორ თქვენ ხო არ გააღეთო და რანაირად გააღო. რანაირად გააღეს ხალხო. თვითონ თუ არ გააღო. აბა მე არ გამიღიაო და აბა ვინ გააღო. არ დაიკეტა ეთქობა. არ დაიკეტა კარები, ხო? არა, დაიკოკა და თავისით გაიღო კარები. რო წავიდა. სიჩქარე რო აკრიფა, გაიღო კარებები თავისით. მე არ გადმოცვინდებოდნენ ას გადმოცვინდებოდნენ. არ იდგნენ იქ. გადმოვარდები როცა კარებთან გაყარ, კარებთან არ უნდა დადგეს საერთოდ. უცბად რო გაიღოს, ზოგი კარებზე ეყუდებოდა ჩემს. კარები ზე იყუდი. კი, მეც ბეჯერ მიყუდები ვარ სიმაც რო გითხრა ხალხო. ის არის სტუდენტობის დროს. მეც ბეჯერ მიყუდები ვარ. ხო აწერია ნუ მიეყრდნობი. მიყუდებული ვარ ბეჯერ. ხო. უცბად კარები რო გაიღოს, რეალსებში შეიძლება ჩავარდე. ხო, დაირაზე უნდა ეყუდებოდი ახლა. აღარ მიეყუდო აღარასოდეს. მე ვეყუდებოდი ხოლმე ადრე. რას გაიღებს მარის გაიღებო? ბათქო. რა გაიღება, რა გააღებს თუ არ გააღო და აჰა თუ არ გაიღო. ეთქობა ხელი ხო არ მოუხვდა იმას ვიზარ. ერთ ვაგონში უყო და სხვა ვაგონებში კი არა, ერთ ვაგონში ვარ. ერთი ვაგონი ერთხელ გაფუჭებული იყო. თავისი აი აკრიფა სიჩქარე, ჩოული სიჩქარით, რომ მიემართება. ხო და დიდი ესეთი ხმარო აქვს. იმაში რო შევა რა ქვია. გვირაბში და დიდი ასე შევა. ასე გარყავს ხო. რა არის? მე რა ვიცი. მე ხმარო აქვს. ხო. კარები მე ციგნის ბავშვები მაიციან ხოლმე შემოსვლა იმაში. კარები. აი მე აყვირდებიან, ვითომ ღერია. სადგური ელექტრობებო. ჩემი ზაბზე პირებული ხონდა ჩემი ჯგუფეს და რომ მოვიდო და უკვე მაგ ერთი სადგური მეორე და კარები დაიცა კარები გედემა შემდეგი სადგური რუსთაველი. მეორე დაიცა ელექტრობებო. კარები იკეთება. ბებო კი არ დებო კაცო. დეპო და ის ბებოს ამბობდა ისე. ჩემ ჯგუფებში. დებო ბოლოა. ელექტროდებებო. ბებო თუ დებო ბოლოა. დებოში მიყავს ხოლმე. ელექტრობებო. კარები იკეთება შემდეგი სადგური რუსთაველი. შემდეგ Next station რუსთაველი. ხო ეგრე. გამერე ინგლისურად იტყვი. ინგლისურად იტყვის ხოლმე, ახლა ადრე რუსულად ამბობდა. როგორ არის ინგლისურად? Next station. ელექტრო დეპო გადასასვლელი საბურთალოს ხაზზე ადრე ეგრე იყო, მაგრამ ეხლა სხვანაირად. ეხლა არის ის არის აქვია. სამედიცინო უნივერსიტეტის ქუჩა. გადასასვლელი ხაზზე. ის სადაც არის აქვია. სასწავლებლები არის მათით. ის არის სამედიცინო უნივერსიტეტი მათ. ხო. საქართველოს უნივერსიტეტი. მანდეთ მე მიდავდიოდი. ხო. ელექტრობებო. უნივერსიტეტი. მე რამდენი ხალხია ხოლმე მეტროში? სტუდენტები, არა სტუდენტები. ახლა გავა ხალხი უკვე მიდი თუ გამოვიდა. რა აზრია აი ნახევრად ღრუბელია ნახევრად. სად გავა? წუხალი წვიმდა. სად გავა? დასასვენ. წასულები არიან უკვე ხალხი. ორი გზა ორჯერ დაიწვენეს ხალხმა უკვე. დიდი ხანია რაც წასულები არიან ეგენი. არა ზოგი წავა. და ის რო იტყვიან ხოლმე რა ქვია. დავრჩით მარტო ქალაქელები და სოფლელები რო წავლენო და აურა ჩვენგინდა ნაჭა. აღდგომაზე რო ის რა აზრი აქვს რა მინდა რაჭაში ესეთი ამინდები თუ იყო. არა დედა არის იქნება კაი ამინდი. როდის? შენ ხო არ მივდივართ კაცო. როდის აღარ გამოვიდა ამინდი? როდის? კეთევანის არ იყოს. ხა საღამოვით იწვიმოს რას მეშილის მაგრამ დღისინო არ მინდა წვიმა. დღისინო იწვიმოს კომფორტი იქნება ის კაია. აი მე ხალხო რა ძვირებია, კოტეჯებიც კი ძვირებია. ნერვი არ არის. აი კოტეჯში ხო შეიძლება სადმე იქიდაო, კოტეჯი 2 კვირით ხო? ძვირია ხალხო.
გადავირიე. სხვა ნეტა რა ფასებიშია. არ ვიცი. აი ძვირია ხალხო, ყოველწლიურად ძვირდება. ძალიან ზედმეტი კი რომ მოვიდათ კი ხვდები მაგას. და ზედმეტად რო ააგდეს. ვითომ უცხოელებზეაო გათვლილია ნელა რა შვები. მეთქი გადმოვარდი. მეგონა შენ გადავარდი. უცხოელებზეა გათვლილიო და ქართველებზეც რო იგივე ფასი აქვს რა უცხოელები კაცო. აი უცხოეთში რო ჩავდივართ. იმ ფასად ვართ ჩვენ იქა? იგივე ფასით შევუშვენ თქვათ. ხო? მაგალითად ევროპაში ხო? ისა კასტელო მარეში 4800 ლარი ღირს ბინა ისა რა ქვია. საპრეზიდენტო აპარტამენტიო. საპრეზიდენტო აპარტამენტი რა ჯანდაბეთი მინდა 4800 ლარში წავალ და რომელიმე ქვეყანას მოვილი ევროპისას. ხო 4800-ში. 4800 ლარი. რა ბავი. 4800 ლარი წავალ და ევროპის ქვეყანას. იტალიაში მოვივლი. ხო იტალიაში ჩავალ. თქვათ სიტყვაზე. რომში ჩავალ. იმას მაინც დავათვალიერებ რა ქვია. რაღაცა ჩანჩქერიო არის. ხო. ან ვატიკანში ჩავალ ნახავ რომის პაპს შეუული. ყავაზე. რომის პაპს შეუული ყავაზე. ხო და ძვირია მაგხელა აპარტამენტი აჯანდავათ მინდა. აი რა თმინდა. საპრეზიდენტო აპარტამენტიო და საპრეზიდენტო აპარტამენტი რა ჯანდავათ მინდა. რომელი პრეზიდენტი მე ვარ და ან მეფე კიდე. პრეზიდენტიც აღარ მიდის მაგ აპარტამენტში გონი. სად იყო? ინტერნეტში იდო დღეს ტიკტოკში. დაარეკლამა ვიღაცა ინფლუ. ვითომ ინფლუები რო გამოვიდნენ და ყველაფერს არეკლამებენ. ფული გადაუხადა ალბათ ფასოდ შეუშვეს და აპარა ისე კი არა იმის გააკეთებს. ჯერ დრო გვაქვს. ხო და ელემენტარული სიტყვაზე მაგხელა აპარტამენტი რა ჯენდა აპარტამენტი აპარტამენტი თუ არის თუ რაღაცა არის რა ჯანდავათ მინდა. ერთი კოტეჯი იყოს პატარა და საჭმე ისე იცი რა არის სიტყვაზე ვფოთ. აი რა ცუდია დასასვენებლად რომ მიდიხარ. საჭმელი თუ შენაკეთე დაიხურკე იმ გაზზე. მან შენც კიდე იმაში უნდა წახვიდე რა ქვია. სატუმროში რო ყვება იყოს. სასტუმრო კიდე ძვირია ვერ უყურებ. აპარტამენტი 4800 ლარი ღირს. 4800 ლარი. წავალ და იტალიის რამდენიმე ქალაქ ნახავ. ხო. ან რომელიმე სხვა ქვეყანას ხო? შვეიცარიაში ჩავალ მაგალითად. მაგის ნახვა მინდა ყველაზე მეტად. ევროპის ქვეყნებიდან მაგის შვეიცარიის ნახვა მინდა ყველაზე მეტად. ადრე კიდე ესპანეთს ვიყავი ხალხო გადაკიდებული. ეხლა დიდად არა. არა მაგასაც ვნახავდი, მაგრამ ახლა ნებისმიერ კუთხეს ვნახავ. ბარსელონას. ჯერ საქართველოსდან უნდა იყო ელემენტარული. 4500 რო გქონდეს ახლა გიორგი, ხო? საქართველოში სვანეთშიც დავისვენებდი 1-2 დღე. 2 დღე ყველგან. ოიმე გზაში მოუდები მე. გზაში მოუდები მთელი დღე სიაროს შეიც კიდე. 2 დღე ყველგან გზაში თუ ვიარე რაღა უნდა დავათვალიერო. ერთი კვირა წავიდოდი იქ. ოღონდ იმას დავიქირავებდი რა ქვია მანქანას რომ ერთი კვირა სხვაგან იქ წავიდოდი, ერთი კვირა იქ წავიდოდი, ერთი კვირა იქ. მანქანას როგორ დაიქირავებდი? ვინმეს კაცო? გიდივით რაღაცას. და წავიდოდი იქ. 4800 მილიონი ტურებია, წავიდოდი ტურს გაყვებოდი და დავათვალიერებდი, ხო? რა ამბავი 4800. შრი-ლანკაზე ჩავიდოდი თუნდაც. შრი-ლანკას ვნახავდი. ნეტა ნიკერიკემ რამდენად ნახავ. მე რა ვიცი. არ ვიცი 5 დღეში უნდა წავიდეთო და. რამდენად ნახა რა ვიცი. ძალიან ძვირია ხოლმე. ძალიან ამეტანი ძვირია და არ ვიცი ყოველწლიურად ესე საითკენ აი თანხა საიდანო მოიწევს ადამიანმა. აი ხო გინდა ელემენტარულ სადმე გახვიდე, გამოხვიდე, წახვიდე იქა. დასასვენებლად. ხაზღვამი კი დიდად არ მიყვარს. მაგრამ იქაც წავიდოდი. იქაც უნდა წახვიდე ერთხელ მაინც.
მე კი ნამყოფი ვარ ერთხელ თუ ორჯერ თუ არ ვწდები. არა, ორჯერ მგონი. ბათუმში. იქაც კი უნდა წახვიდე, მაგრამ რო არ არის სადარჩი. ბათუმ ქალაქში. ხო უნდა დარჩი სადღაც. ოღონდ მაშინ ფული მე არ გადამიხდია. მაგრამ მაიც ორბი რეზიდენსის აპარტამენტი გქონდა აღებული. აღებული რა თვითონ თავისია, აყიდი აქვს. ოღონდ იქ ჭამაც შედის. თო რაც მინდა იქ იმაში ჭამა, ჩავალ და იმას შეჭამა, რა ქვია, აჭარულში შეჭამა მაგალითად. ახლა კოტეჯები რო იქირაუსაც რა შეჭამ თქო სოფლებში. სახო რაღაცას გავაკეთებ, რაღაცას იზავ კაცო. ფული ქონდეს ადამიანს და სულ გაზზე გავსულ არ მინდა არც შეჭამ არც კარტოფილს არც არაფერს. იყიდე ცოტა რაღაცა შესაჭმელი. მე თუ მეტეს სოფელში მაღალ მთიან სოფელში რო ხარ, ის არ გინდა რა ქვია, ჭამა არ მინდა დიდად. ხო, სულ არ არც წყალი მინდა საერთოდ. ჩვენ არ ავჭამთ იქ. სიარული მინდა მე, ჭამა არა. დადიხარ ხო? ხო. სიარული ხო. გინდა. მე რო ივლი მიხვალ უნდა დაისვენო. წამოწვა. დაისვენო ორგანიზმი. დილით ყავა დალიო, ადგე იმაში გამოხვიდე. ყავა დალიო, და კარგია. ეს ჭიქას დავლე ყავს როგორც აქავს მაგრამ ბევრი არ მინდა თუნდაც ახდეს. დილას ყავა დალიო, საღამოს ჩაი დალიო. ჩაი არ მინდა. მე ხეთზე და იმას არ მინდა. ისედაც კარგა გავიხედავ, არ მინდა არც ყავა და არც არ როგორ იყოს დასასვენებელი. ისედაც კარგა გავიხედავ გიორგი აერს. ბიბლიას. ისე აგარაკი მაინც უნდა გქონდეს სადღაც ადამიანს. რო შენი მაშინ მიხვიდე აგარაკში. აგარაკზე. აგარაკში. წახვიდე. მარა ისეთი ძვირებია აგარაკიც კიც ალბათ ისეთი ძვირები იქნება რომ მილიონი. რა ამბავია ის არა ქვია. ის კოტეჯებიც ძვირია. ეს კოტეჯები ლამაზი მოწყობილობაა. აი გასასიამოვნოა. ხა ორი ადამიანი თქვა ხო უნდა წახვიდე ამასთან. რამდენი გინდა ხა თქვა. რა ღირს ის? კოტეჯი არ არის იმხელა რომ სამი წახვიდე. არა, კოტეჯი რა თქვა ორი ხო? რამდენი ლარი გინდა თქვა. რა ღირს რა ვიცი. ხო თუ ადამიანზე. თქვა 300, 600 ლარი გინდა ერთი ღამე. ორ ადამიანზე 600 ლარი გინდა კი. ერთი ღამე და ორი ღამე ამაინც არ უნდა დაისვენო. ერთი კვირა, ორი კვირა კიდავდება ეგრე კიდავდება ხოლმე. 500-600 ლარებით? ო რა ეგრე. შეგიძლია თვეც იმას აკნა რა ქვია, დაჯავშო. ოღონდ წინასწარ უნდა დაჯავშო. ო ბაბა. რო შეკვეთები არ იმას აკნა რა ქვია. იყოს ადგილი. მაგრამ რა ვიცი, ძალიან ძვირებია. აი თქვა გინდა ბათუმში წახვიდე, ხო? ან ურეკში ან სადმე. ძვირია. თან მე ისეთ იმებს აქირავებენ ძვირად რომ ვანა ტუალეტი შენთან არა გაქვს. ხო, საერთო ისა გაქვს. ხო, აი საერთოში ჯობიეს უნდა წახვიდე არსად რა. არც ვანა გაქვს, არც ტუალეტი გაქვს. შენთან სადაც ახარ. რამდენი ხანი იქნება ხო გინდა რაღაცა. არა გაქვს. საერთო გაქვს. საერთოში შესულა და დაბანა და გასუფთავება სულ წახვიდე ისა ჯობი. იქ უნდა აი ზღვაზე რო წახვა თქვა ხო არის გამოსაცვლელები გიორგი. იქ უნდა იბანაო მაგრამ არის დასაბანებიც. შამპონი ნომიტან ხო არის დასაბანებიც არის. კი. არის და დაიბანო რაღა იქ უნდა იბანაო. სვიდა რომ მოხვალ იქ უნდა. მე იმასეთ გაყარ მაინც, ფეხები მაინც დაცვლილი გაქვს და რა ასე გაქვს. ქუშას. ო არა, ქუშაზე ადგა რაღაცა ის არის და არა, მე ჩაიცვამ იმას რა ვიყე, ჩუსტიკებს და
რაღაცა მოხარ. ფეხებს ზღვაში გააყენყალებ ჯანდაბას. ახლა მე ზღვა ისე მიჯავრება ჭირითას. არ მეყვარს ზოგადად ზღვა. რაღაცა ცილას მიშვება ხა. ჰაერისი სამაგ რაღაცას მიშვება. უკმარი სომა მემართება ჰაერის. ცივი რაღაცა ის რომ მოაქვს აი. ცივი კი არა, პირიქით ცხელი ის მოაქვს, ცხელი ჰაერი მოაქვს. ზღვის ცივი კი არა. ჰაერი. ხო. ცხელი, აი გაცხელებული, გაყურებული ჰაერი მოაქვს. ის არის მაგარი აქვია. მოტოროა წყლის. ხო. სკუტერი. კიდე თუ ჩავარდე შეიფეთხებ წყალში. მე ჩავარდები შენც კიდე თუ ისიც რა გვია ტარება. თუ ტარება არიცი არ უნდა დაჭდე. მაშველები გიშველი არისთვის არიან იქ. რო არ გიშველო. სად არის საშველი მოვიდა მაშველი. აი მე გუში ცეცხლი იყო ჩვენ ეზოში. ჩვენს უკანა ეზოში. სად არის საშველი მოვიდა მაშველი. ისე მოვიდა. მოვიდა მართლა მაშველი. ის მოვიდა. ხო. ის არ აგვია. სახანძრო. ხო. ჩვენ კუხნაზე მოდიოდა უკვე ცეცხლი ცოტა გააკლდა. დაიწყებოდა პიცკინი. ცოტა აკლდა, ბევრი არ აკლია. კიდევ კარგი რო არ წამოვიდა. ხო. ღმერთს მადლობა. აი, ამიტომ არის ღმერთს უნდა შევწიროთ მადლობას უყონა. თუ დევიწვებოდით ხალხნო. ის იქნებოდა რა ქვია. ერთი დიდი ჭია კოკონა. მოდი ჭიაკონ დაგვეწებოდა სარეცხის მანქანა. მე საღამოზე ვნახე, ის არის რა ქვია. საღამოზე ვნახე სადღაც თბილისში თუ სადღაც გაჭენილა ცეცხლი ჩაიწვა სახლი მთლიანად. გაზით და ყველაფერი დაგვეფქებოდა ხა. და რჩებოდ გაზ ჩივი და იმას ჩივი შეც კიდე სახლი დაიწვებოდა. მე სახლი რომ დაიწვებოდა, აბა ყველაფერი ჩაიწვებოდა და რა ჩივი აბა არა ჩივი. არა გაიტანდი. ხო, სანამ გაზ დაივებს გაიტან შეიწვები შიგნით. ტელევიზორი მხელა. სავარძლები, ჯერ თანხარა გადახტილი იმის. საწოლები. ტანსაცმელი. დავჩევოდით. ტანსაცმელი. რაც გვეცვა გუშინიბითი. ხო. დავჩევოდით. ეხლა რა თქმა უნდა ცეცხლი რო გაჩნდება გარეთ გამოყვალ. ვერაფერს იმას ვარ დაიწყებ რა გვია ტანსაცმლის ჩალაგებას. ჩემუდნებში ან პარკებში რა მნიშვნელობა ხوار დაიწყებ ჩალაგებას არის გარდა მეწვასო სანამ ჩალაგებ კი შენ გამოიბუგები შიგნით იმისავით რა ქვია გუჭივით ეგრეა ჩვენი საქმე რა ისე რომ გააჩინა სასწაულია მე რა ვიცი ნაპეცკალი რაღაცა ქნა და ისეთი ნაპეცკალი იქნა. ისეთი სიცხე იყო გუშინ გიორგი რაღაცა ქნა ალბათ. ალბათ რაღაცა იყო ბოთლი ან რამე და იმან გააჩინა. ალბათ ხო ნატეხი იყო რაღაცა ნაგვისგან და ნაგავი ხო რა რაღაცა და მე რა ვიცი. შენ ვერზე მაგრამ მე მამალი ვითამაკ. მე იცი მაქან გავა. ხოლე წუხე წვიმდა ხალხნო ჩვენთან. წვიმდა მაგრამ სახში რა მოკრაცხელოდა ვაიმე. სარეცხი მაგასაფენი რა. ყველაფერი და არის ცხიში მეზარება. რაღაცა მეზარება ეს დღეების საკითხი. ალბათ ის არის გლახად ხმისა. მაგნიტური ქარიშხალია კოსმოსში. მეძინება მზე ფეთქდება რა და რაღაცას ტყორცნის. რასაც ყორცნის შედალოცვილო ტოქსიკურია.
ტოქსიკურია საერთოდ მზის განატყურცი. ერთსაათზე წავედით. მზე უფულებელი გახდა, მთვარეზე დიდი ახლა მზე. დიდია და ის არის, რა ქვია, მთვარეს თავისკენ მიეზიდება. მე რა უნდა და. ეგენი რო აღარ იმას რა უნაქნა. როგორ მათო შენ კი არ მთელ დედამიწას აბსოლუტურად. გამყინვარება დაიწყება, ისე ის არის, რა ქვია, მთვარემ თუ ის მზესთან თქვა. ის იქნება, რა ქვია, გამყინვარება. მე ღამე იქნება სულ. ღამე იქნება, აბა. ო. დედამიწა ჩქარდება. მოგესალმებით ღამეში. დედამიწა ჩქარდება. რა დრო მოგივიდა. შვედეთია უცნაური ქვეყანა ხალხო. გვიან ღამდება. აი ღამის 10 საათზე ჩვენ და ღამეა ხოლმე. იქ კიდე დღეა. რა არის? ჩაოლებერად შეგძლია იარო. იქ რა ის არის, რა ქვია? იქ უკვე ძალიან აჩქარებულია მე მგონი დედამიწა და იქ აღარ ზღამდება უკვე. არ ვიცი ხალხო ნუ რა მართლა ვაიმე გამოითხარა თოპირი. ვაიმე აი ჩვენ გვეცინება ხალხო. აუ რაღაცა უნდა თქვა და დავითყარეთო. ორად შეიძლება იმას რა. კეისი დაკითხო. აუ ჩვენ მართლა ხუმრობთ ეგ მაღაზე მაგარ მართლა საშია. ჩვენი მოუბრუნე. გამოიწით რა მთელი თვალი. ასე ვიტაკი ხალხო. დადე რა. ახლა მე ამას ვიტაკებ მე ვიცი. გამიგუგე რა. სიტარი სიცხე შენც კიდე. არ არის სიცხე საერთოდ. რა მაგრა არ ცხელა. კიდე. რა არის? კიდე მოიწა. არ მოიწა კაცო. ხუმრობის გარეშე რო ვთქვათ, რა ვიცი მე. მართლა გონიან ის უნდა იყოს, რა ქვია. ხალხო ვინმე მაგრამ გამომიგზავნეთ. პირიქით. მთვარე ისე არის დაპატარებული, რომ პირიქით მზეშთან დგავს. მთვარეს. მზე არის ძადი. უიმე, მზე იქნება ალბათ სულ. ისეთი მწვავე რომ კორეული ლეგენდა როა. ერთ დროსო გიორგი წავარდა. ორი მზე და ორი მთვარე იყო. იყო? ხო, იყო. და მერე იმას აკნა, რა ქვია. მთვარემში თან დგა მზე. ხო, და გაგა. და მზე გაქრა. ის ერთი მზე გაქრა. არა, ორივე მზე გაქრა, საერთოდ მზეები თან დგა მთვარემ და მხოლოდ ღამე იყო. და ისაო არის, რა ქვია, სერიალიც არის გადაღებული მაგაზე. რო ვიღაცა გამოჩნდა და მზე ამოიყვანაო. უფალო. არა მაშინ ღმერთი სად იყო? აბა რა არისო, ვერა ხარ, ღმერთი სული. არ წამდათ მაშინ კორეილებს გაწვა. რელიგია საერთოდ არ წამდათ. მზეს შთან დგა იმა, რა ქვია, მთვარე. და სულ ღამე იყო. ლეგენდის თანახმად. მოგესალმებით ხალხო, მე ღამე. ღამეში. მაღაზიაში ღამე წავალ, სამსახურში ღამე წავალ მე. აი დილის პირველი საათი რო იქნება შუა ღამე. ალბათ ღამის საათი რო იქნება მე დავიძინებთ.
სხვათა შორის არმაგედონი ძალიან აჩქარებულია. კი. დედამიწაც არ ჩქარდა, ვერ უყურებ. აჩქარდა, ისე აჩქარდა, რომ თავი მტკიევას. ხო, აი რაღაცა რყევები მართლა. მართლა უყოთ, ხო? სულ თავი მტკივა, სულ გაჩი. აი ხანდახან ის მოწმედილი ცაზე შეიძლება უცბად რაღაცა დაიჭეკოს ცაში. ხო, გააგრხუნდეს. ხო, დაიჭეკოს ჩაში. აი იმ დღეს ხალხო წვიმა არის. ის არის მოწმედილი. მოწმედილი იყო ხალხო ცა და წვიმდა. წვიმა წამოვიდა ხალხო. მოწმედილი ცაზე რო წვიმა წამოვა. მამოუცნობი რაღაცა ისინი ხდება ჩვენთან გამარჯვებაში, რა ვიცი, თქვენთანაც ეგრეა ხალხო. აი მე იმ დღეს კიდე რა მაგარი იყო ის რა. იმ დღეს კიდე ღამე ის არის აქვე. მე მეგონა თვითფრინავი ხალხო, მაგრამ თვითფრინავი ერთ ადგილას ხوار იმას იზავდა. გავიდო და გამოვიდოდა, გავიდა და გამოვიდოდა. თან ნათება. თვითფრინავს ხონაი ნათება ციმციმებს. თვითფრინავის ნათება ციმციმებს. დეგა. თავიდან უყურებდი მეთქი და არის რა შვება ის თვითფრინავი მეგონა, ხო? რა ვიცოდი მე რაღაცა იყო. გავიდო და იქით მე უცბად გამოვიდო და ისევ აქეთ დადგებოდა. გავიდო და გამოვიდოდა. გკეპე. ხელ უკვე მარამ ხლის ახლა სახში. ხო. და მე გამოვედი. მე შენ გამოხვედი, შენც უყურებდი. მეცად ვიდექი და უყურებდი. რა იყო რა ვიცი. თან ბოთლები ამოჭრა. თან ბოთლებით ასე მეჭირა ბოთლები და იმას უყურებდი. რა იყო ის? ძალიან მცნაური რაღაცა იყო. მე არ ვიცი რა იყო. მეც გამიკვირდა შიშით მე შევედი სახში. მე პირველად ვნახე ეგეთი რაღაცა. შემეჩინა ხალხო. აი რა. ხალხო, ერთხელ კიდე ის იყო რა ქვია. ამ ბოლოს არ იყო სათვალეს რო გაიკეთებდი მზის სათვალეს. თვარე ლურჯდებოდა. ხო, ეგ რაღაცა იყო, ხო. აი მე ხალხო დაგემშვიდობებით ახლა მომავალ ვიდეომდე თორე წავალთ დიძე და მე ვეღარ ვტვირ თავ ვიდეოს. აბაჰე და აბაჰო კარგად. ჩება ისე. ნახვამდის. აბაჰე დაგემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე, კარგად იყავით, მაგრად იყავით. ბაი. აბაჰე კარგად.